Their stories seem to have further energized the people on the street. ხო, მე პროტესტმა გადმოინაცვლა ტროტუარებზე. After more than a month of protests, this rally is just the latest evidence. Demonstrations have been going on since President Alexander Lukashenko's widely disputed Fresh show of determination and defiance. ტროტუარზე ხალხს რო იჭერდნენ, მერე უკვე უბნებში და ჩიხებში გადაინაცვლა პროტესტმა. და ბოლოს ტროტუარზეც აკრძალეს პროტესტი და თქვენ ნახავთ კადრებს. Twenty 20 people decided to speak. 20 people decided to speak. 20 people decided to speak. გეცნობათ ხო? ბიძინას ხო იგივე სიძახეს 30 აკაც უკვე დგას ქუჩაში. და კი, შესაძლებელია საქართველოში ბელორუსია განმეორდეს და აი კადრებსაც თუ გადავლებთ თვალს, ფინალში ვართ უკვე. და ამას მხოლოდ მშვიდობიანი რევოლუცია უშველის, რაც ცოტა ხნის წინ დაგმო ქართველმა ხალხმა, რომელიც 4 ოქტომბერს უნდა ყოფილიყო. მესმის მიზეზები, ყველაფერი აბსურდულად, 200,000 ქართველი რო ქუჩაში არის, ნაცემი, ნაბეგვი, მოწამლული. და არჩევნები არა აქვს, პოლიცია აღარ არის, სასამართლო აღარ არის, აღარაფერი აღარ არსებობს, მხოლოდ არის ბელორუსია და ფინალში გადის უკვე ტროტუარზეც გრძალავს აქციას და განწირული ვართ ჩვენ ის 200 თუ 300 თუ 500 ადამიანი, რომელიც ყოველდღე რუსთავაზე ვიყავით. დიახ, სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ქართველი მოსახლეობისგან რაც არ უნდა დააბრალო, ოპოზიციას ყველა ციხეში არის, ეგეთი რო ავიღოთ და აბსოლუტურად, რა ვიცი, საერთოდ როავს არ დაეძახებინეთ, ამდენმე ციხეში ვიყავი იმ დღეს და ღამე გამოვედი, აქცია დაშლილი და ყველა დაჭერილი დავხდა, მეთქი 3-4 დღე მაინც ბრძოლა იქნება და მართლა დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ბევრი ხალხი გამოდიოდა და ყველაფერი დამთავრდებოდა ბიზნესის მშვიდობიანი რევოლუციით, მშვიდობიანი რევოლუციით, რაც ჩვენ 2003-ში გავაკეთეთ. ქართველმა ხალხმა, მეც 2003-ში სკოლის მოსწავლე ვიყავი და ზუსტად წინა დღეს ჩამოვედი, რომ როდესაც შევრანზე გაადგა მეორე დღეს. კიდევ შეგვიძლია. და ორჯერ ჩამოვედი საქართველოში, გადამწყვეტ მომენტში 2020-ში, როცა გაყავდა არჩევნები და ოპოზიცია დადგა ერთად, ჩამოვედით, ჩვენ აქციები ქონდა, მაგრამ ოპოზიცია მაშინ პარლამენტში შევიდა და როცა ვაფრთხილებდი და აქციას კი მოუწვეთ მშვიდობიანი ძალიან ოპოზიციას, რომ არ მოაწეროთ ხელი შარმიშელის არ არის დოკუმენტი, ეს იყო ხოცევის დოკუმენტი 20 ივნისის ამნისტია, მაგრამ პარლამენტში შესვლა შევიდნენ და დღეს ყველა ციხეშიც აბსოლუტურად. იმიტომ ვიცოდით ჩვენ ეგ რომ ჩვენ ქუჩაში ვართ და ყოველდღე ვეჯახებოდით სისტემას. ხო, მოდი ამ ყველაფერს შევეშვათ და დღევანდელობას დაუბრუნოთ. თუ გვინდა რომ ჩვენ ბელორუსია საბოლოოდ ხელმოწერილი არ დარჩეს და ის ადამიანები ციხეში, ვინც დღეს ქუჩაშია და ის ადამიანები კიდევ ვინც ციხეში არის, ბოლომდე არ მოახდინებინონ სასჯელი, ქართულმა ხალხმა გააწყვიტოს
დიდი წყნელით დედამოწყნული ოლიგარქის გაგდება. რაც არის კონსტიტუციური. ყველა არ არსებობს ყაჩაღები მართავენ დღეს ქვეყანას, წაგვართვეს ქვეყანა და მილიარდებს შეულობენ ჩვენ ხარჯზე. რუსეთში მივყავართ. კერა ვართ უკვე ფაქტიურად. უკანა ეზო და როგორც ბელორუსიაში, როდესაც პროტესტი გაჩერდა, ევროპას და არც ამარავის ხმარ აღარ ამოუღია, უბრალოდ სადღაც 5-6 წელს მერე გაათავისუფლეს რამოდენიმე პოლიტპატიმარი, რომელიც ციხეებში აწამეს. ხო და იმედია, რომ ქართული ხალხი მოიდომეს რევოლუციას. ყველაზე გამბედავი ადამიანები და რეპრესირებული ადამიანები და რეპრესიები პირველ რიგში არის თითოეული იმ პასიური მოქალაქის ბრალი, ივანიშვილი რუსია და ყველაფერს გააკეთებს. თითოეული იმ პასიური ადამიანის ბრალი, რომელსაც ფეხებზე კიდია თავისი ქვეყანა. ეგ არის სიმართლე. და ჩვენ ვართ ბელორუსიის გზაზე, გზა გასაყარზე. რუსეთი ერთ და იგივე, რუსეთი, ბელორუსია. უკანა ეზო რუსეთის, პუტინის. ზუსტად კგბ, ბელორუსიული კგბ-ს მანქანები, მეთოდები, ქართველი პოლიციის, ქართველი კაცი, რომელსაც კაცი ქალს ესე რასაც დღეს ხდება, ქალებს ათრევენ, ცემენ, როგორც ბელორუსიაში. ანუ ტიპებს დაავალეს და ნებისმიერ დავალებას რაც არ უნდა მიცენ. დღეს ისეთი ხალხი დარჩა პოლიციაში, რომ საკუთარ დედასაც ცემს ალბათ ბიზნესს რომ დაავალოს. ამიტომ ესეთი გამოსავალი მესმის და აი ყველა გმირი არის ჩემ თვალში, ვინც დღეს საქართველოში ყოველდღე პროტესტში არის. ვინც ციხეებში ზიან, არიან გმირები და თავგანწირულები, მაგრამ თავგანწირვა ერთია, მაგრამ ხალხმა არ უნდა ჩაიქნევს ხელი, თორე ის ადამიანები, ან პასიური ადამიანები წირავენ თავგანწირულ ადამიანებს. რაც დაუშვებელი არის. ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც გაგვიკეთებია საქართველოში. მე პირველი ვიქნები წინ, როდესაც ქართველი ხალხი მოიდომებს ამას. და ქართველი ხალხი თუ არ მოიდომებს ამას, მაშინ ყველა გაწირული ვართ, ვინც პროტესტში ვართ, ვიყავით სამწუხაროდ. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ არ მიყვარს ტყუილები, იმედი 50-50-ზე მაქვს, სუსტად, რომ ერთ დღეს იქუხებს ქართველი ხალხი და მოინდომებს ბოლომდე მიიყვანოს საქმე და არ დაგვტოვებს პოლიციის პირისპირ 200 და 300 კაცს. ზოგჯერ 1000-ს. მე განახეთ თუ საით მივდივართ და ტყუილი ეს რომ ბელარუსი არ გახდება საქართველო, ბოლო ფაზაში ვართ, უნდა გადავრჩეთ. ეს არის სიმართლე. ყველა ის მეთოდი გამოიყენა ბიძინემეშვა და გავვიდა, რაც ლუკაშენკომ გამოიყენა, რუსეთმა გამოიყენა. ეხლა ვართ ბოლო ფაზაში. და სირცხვილია უბრალოდ ეხლა რომ ვიღაცა იცლის ვერ გაერთიანებისთვის, დაპირისპირებისთვის, როდესაც ქვეყანას კარგავს თუმცა ადამიანები, რომელიც დღეს ციხეში ზიან. აბსოლუტურად ყოველს გაერთიანების დროა. გუშინ შეიძლება ვიღაცას ნებისმიერი ეპიტეტებით შეგვიმკია, მაგრამ დღეს ყველა წინ დგას საქართველო. ტყუილად არავინ არ უნდა ეწამოს თუ ხალხი არ გააქტიურდა. ჩვენ 10 წელიწადია, 13 წელიწადია ხედავენ, ხან გიჟებს გვეძახდნენ, რომ
გიჟები არა, რუსები არა ისენია, ხო? ფაქტი ხო არის. 2013 წლიდან 12-დანაც და 13-14-15-დან 13 წელი გეძახდით, რომ რუსები არიან. კაი, 18 ვერ გაიგე, 16 ვერ გაიგე, 18 ვერ გაიგე, აჩვენება გააყაბა 20-ში ვერ გაიგე, 24-ში ბიჭო, ეხლა რა ხდება შენს ქვეყანაში, ეგ თუ არ გაინტერესებს. რო გამოდიხარ გარეთ. აბა რა გაინტერესებს მაშინ? შენ შვილის მომავალი თუ არ გაინტერესებს? ქართველო. ხო, ძალიან ცოტა გამოვდექით გამძლეები, მაგრამ ნახევარი ცხოვრებაზე მეტი ციხეში მაქვს გატარებული საქართველოს გამო. ვიღაცები 2 წელს უკან შემოვერთენ ამ პროტესტს, ვიღაცები რა ვიცი, არ მოყვები ხა ოპერაციები, ჯანმრთელობა ასე შემდეგ. თალაც 50 დაკავება მაქვს ხო და მცირე პაუზა უნდა ავიღო იმის გამო, რომ როდესაც ნამდვილად გადაწყვეტს ქართული ხალხი რუსების მოშორებას, პირველი ვიდგე წინ. და ეს მებრძოლი ადამიანები, რომელიც ჩემი ძმები და დები არიან, რომელზეც ყოველთელი წელი გავატარე რუსთაველზე, ტყუილა არ გაწიროთ. დავიჯეროთ ერთმანეთს და გავიმარჯვოთ. ბელორუსია არ გამოვა იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე გამოაღებს საკუთარ სახლის კარებს და გამოვა ბიძინას, რომ დედა მოუტყნას. ვერც ვარდებით, ვერც ბოთლი არის როლო პლასმასის წყალს რომ დაცა, ეგრე არაფერი არ გამოვა. დავამთავრეთ როგორც ბელორუსი არის ნახევარი ემიგრაციაში, ნახევარი ციხეში. ევროკავშირი და მსოფლიო მოგვაქცევს ყურადღებას, როდესაც ქართული ხალხი გაიღვიძებს. გაავლეთ პარალელი, როდესაც ქართული ხალხს ძინავს, არამე ყურადღებას არ გაქცევს. არც დაასანქცირებენ და არც ხმას არ მოიღებენ. ვინც იბრძვის, იმარჯვებს ის.